გაგრძელე საქართველოს ისტორია. როცა ამა თუ იმ საუკუნეში შექმნილი ხელნაწერი იმ ეპოქისვე ავტორიტეტული და ობიექტური მოაზროვნის ნახელავია, ის მყარი ისტორიულ წყაროსაც წარმოადგენს მკვლევარისთვის. ქართველების შესახებ ბევრი უცხოელი წერდა და მათგან უცხო თვალით შეფასებული ქართველების ყოფა-ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები მეტად საინტერესო და ზოგჯერ ქართულ წყაროებში ძნელბედობის გამო არ დაცულ მასალებსაც შეიცავენ. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება თადეუშ კრუსინსკია, რომელიც ქალაქ ბრეზიცში დაიბადა 1675 წლის 6 მაისს. ნიჭიერი და განსაკუთრებით აღმოსავლური ენებისადმი მიდრეკილი კრუსინსკი იეზუიტებმა შენიშნეს. თავის საზოგადოებაში ჩარიცხეს და 32 წლის ასაკამდე მრავალ საგანში ახელოვნებდნენ, მათ შორის მედიცინაშიც. უკვე 1707 წელს კრუსინსკი პარიზშია. ის ირიცხება აღმოსავლეთის საგანგებო იეზუიტური მისიის წევრად და ირანში მიემგზავრება. ისპაჰანში თადეუში ეპისკოპოს ბარნაბე ფედელი მილანელის მდივნად დაინიშნა და თავიდანვე გამოჩნდა შაჰ სულთან ჰუსეინის კარზე ჯერ თარჯიმნის საქმიანობით. ის თანდათან გახდა მიღებული ირანის იმპერიის მაშინდელ მაღალ საზოგადოებაში. ამაში კრუსინსკის საექიმო კვალიფიკაციას უწყობდა ხელს. ასე გაიცნო თადეუშმა მაშინდელი ქართველობა ძალიან ახლოს. მე-18 საუკუნის ირანში ქართველების პრივილეგირებულ მდგომარეობას უკვე ერთსაუკუნოვანი ტრადიცია ჰქონდა. მე-17 საუკუნის დასაწყისში შაჰ-აბას პირველმა დამორჩილებული ქართლ-კახეთიდან გამოყვანილი 100,000 ქართველი, რომელიც ისპაჰანში, გილანში, მაზანდარანში, ყაზვინში, ფარსში, ხორასანსა და ქერმანში დაასახლა, უსაზღვროდ გათავხედებულ მომთაბარე ყიზილბაშურ ტომებს დაუპირისპირა და ამით იმპერიაში ძალთა თანაფარდობა დააბალანსა. ირანში ძალით გაყვანილი ქართველი გლეხობა კი მომთაბარეთაგან გაპარტახებული მიწათმოქმედების ასაღორძინებლად ჩაასახლა ირანის პროვინციებში. აი ასე აღმოჩნდნენ ქართველები ირანის სამხედრო, სამოქალაქო თუ სასამართლო დიდ თანამდებობებზე და საშუალო ადმინისტრაციულ სადავეებთან მთელი ერთი საუკუნის განმავლობაში. სწორედ იმ 1720 წელს, როდესაც თადეუშ კრუსინსკი ირანის იეზუიტური მისიების გენერალურ პროკურორად დაინიშნა, რუსეთის იმპერატორ პეტრე I-ს ისპაჰანიდან ატყობინებდნენ. ირანის თითქმის ყველა პროვინციას, ქალაქს, დაბას და სტრატეგიულ ობიექტს ქართველები მართავენ და ამის გამო შაჰს მათი ძალიან ეშინია. ასეც იყო. ეჭვიანი და უცნაური შაჰ სულთან ჰუსეინი მთელი რიგი კანონები და ინტრიგებით ცდილობდა ქართველების მოთოკვას. მუდამ სამხედრო ვარჯიშით დაკავებული ქართველები აშინებდნენ ჰუსეინს და ცდილობდა ვაჭრობის ხელობაშიც კი დაეხელოვნებინა ისინი. რაც მიუღებელი იყო სამხედრო ტრადიციაზე აღზრდილი ქართველი არისტოკრატიისთვის. კრუსინსკი წერდა: იმისთვის, რომ საქართველოს მეფეები და დიდებულები დაიახლოვოს, შაჰი მათ აძლევს სამფლობელოებს და ქალაქებს სპარსეთში, საიდანაც მათ უდიდესი შემოსავლები აქვთ. შაჰმა ასევე დაადასტურა ქართველ წარჩინებულთა უძველესი შთამომავლობითი უფლებები და ისინი გაათავისუფლა გადასახადებისგან. ქართველი დიდებულები დღეს რეალურად ითვლებიან არა შაჰის ქვეშევრდომებად, არამედ მოკავშირეებად. ქართველები წარმოადგენენ შაჰის გვარდიას და ხელფას იღებენ სამხედრო სამსახურისთვის. ჯერ კიდე შაჰ-აბას პირველმა შეაჩვია ქართველები რჯულის შეცვლას, თუმცა მათ ნებადართული ჰქონდათ შაჰებისგან სპარსეთში ღვინისმა და ღორის ხორცის მოხმარება. შაჰების მათდამისი უხვე გაიტაცა ქართველები. მათი მებრძოლი სულისკვეთება რომ შეენელებინათ და ჩაეკლათ, შაჰები მრავალ მეთოდს მიმართავდნენ. მათ ყოველთვის აშფოთებდათ ქართველების ტრადიციული თავისუფლების მოყვარეობა და გამუდმებული აჯანყებები. ამიტომ
სულ ახალ გეგმებს აგებდნენ მათ წინააღმდეგ. იმისთვის, რომ დღეს ქართველები თანდათან ჩამოაცილოს სამხედრო საქმეს, შაჰ სულთან ჰუსეინმა მათ სპარსეთის მთელ ტერიტორიაზე გაუზარდა საბაჟო გადასახადები. გადაადგილებისასაც კი შაჰი ამ და სხვა საშუალებებით ცდილობს ქართველები ვაჭრობაში ჩააბას და თანდათან მიატოვონ სისხლში გამჯდარი სამხედრო ტრადიციები. მაგრამ ქართველები ზიზღით უყურებენ ვაჭრობას და მთელ დროს სამხედრო ვარჯიშს ანდომებენ. ქართველების მთავარი საზრუნავია ჰქონდეთ ძვირფასი და საუკეთესო საბრძოლო იარაღი. მუდამ მზადყოფნაში ჰყავდეთ საომრად გაწვდნილი ცხენები და სანადირო ძაღლები. დიდად უყვართ ნადირობა, რასაც საქართველოს მდიდარი ბუნებაც უწყობს ხელს. ცხოვრობენ სოფლად. როგორც თვითონ ამბობენ, სოფლად ცხოვრება მათ საომარი სულისკვეთების შენარჩუნებაში ეხმარება. ომიანობისას მათი სამღვდელოებაც კი იგრძვის ხშირად ბრძოლის ველზე. ქალაქში ცხოვრებას ქართველები ცდუნებად მიიჩნევენ. თადეუშ კრუსინსკიმ ირანში 18 წელი იცხოვრა. მას უკვე შაჰის კართან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა მაშინ, როცა ქალაქ ყანდაჰარში ავღანელების ბელადმა მირვეისმა უხანათურად მოკლა ქართლის მეფე გიორგი მე-11 და მისი ამალა ამოაჟლეტინა. კრუსინსკი პირადად იცნობდა და ურთიერთობდა ისპაჰანს მყოფ ვახტანგ მე-6-სთან. ის არის მომსწრე ქართველთა გვარდიისა და ირანის ჯარების დამარცხების ავღანელებთან, რასაც ქართლის მეორე მეფე ქაიხოსრო შეეწირა. კრუსინსკი ურთიერთობდა იმ დროს ირანის უმაღლეს სამხედრო თუ სამოქალაქო თანამდებობებზე მჯდომ როსტომ, ლევან, გიორგი ბატონიშვილებთან. ქართველები უკვე ისე იყვნენ ჩაკირული იმპერიის მმართველობაში, რომ ამის შესახებ სხვა ავტორებიც წერდნენ. მაგალითად, იმ დროის ირანში მოღვაწე ფრანგი მისიონერი სანსონი წერდა: შაჰების პოლიტიკა ქართველების მიმართ მეტად ბრძნულია. ქართველებს შეუძლიათ მას დიდი უსიამოვნება მოუტანენ, მაგრამ შაჰმა იცის, როგორ უნდა გამოიყენოს ქართველები საკუთარი ინტერესებისთვის. შაჰი აწინაურებს მათ. იმპერიაში ყველაზე დიდი თანამდებობები უკავიათ ქართველებს, ხოლო ვისაც თანამდებობა არ ხვდა წილად, ხელი მიუწვდება შაჰის სუფრაზე და სარგებლობს მისი ხაზინის სიკეთით. თადეუშ კრუსინსკიმ მეტად საინტერესო ცნობები დაგვიტოვა იმდროინდელი ქართული ყოფის და ოჯახის შესახებ. აი რას წერს ის: ქართველი ქალები მეტად ლამაზები არიან. თან ამ სილამაზის შენარჩუნებაზე და სრულყოფაზე იმდენ ზრუნავენ, რომ სულიერი მამაცობის მაგალითს წარმოადგენენ. ისინი ხშირად იმოსებიან საბრძოლოდ, ნადირობისას და იარაღ-ასხმულებით დაყვებიან ქმრებს, რომლებსაც არაფრით ჩამოუვარდებიან მხედრობაში, ხოლო ქმრები აღმერთებენ მათ. ქართველი ქალები მთელს აღმოსავლეთში განთქმულნი არიან სილამაზით და ერთგულებით. ისინი დიდ პატივს სცემენ ქმრებს, არასდროს თმობენ ქრისტიანობას, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათი ქმრები ირანის მაღალ თანამდებობებზე ჯდომის გამო იძულებით თმობენ რჯულს. ქართველ ქალებს რწმენის დათმობას სიკვდილი ურჩევნიათ. ისინი თავისუფალნი და პირველნი არიან როგორც შინ, ასევე გარეთ. გამუდმებულ ძნელბედობებისას ქართული ოჯახის შენარჩუნება და შვილის ტრადიციული აღზრდა ქალის ხელშია და ამას ისინი იმდენად ღირსეულად ართმევენ თავს, რომ ქმრები მათ სახელზე ხშირად ეკლესიებსაც აშენებენ. მათი ქმრები შემოსავლის მოზრდილ ნაწილს ხარჯავენ ცოლების შემოსვაზე, ძვირფას აბრეშუმზე, ოქროულობაზე და ძვირფას ქვებზე. ქართველები ხელგაშლილად ცხოვრობენ. კრუსინსკის არ მოწონს, რომ ქართველები ბავშვის აღზრდისას არ მიმართავენ ჯოხს. ისინი თვლიან, რომ ცემა დაუმახინჯებს ბავშვს სულს და დანაშაულის ჩადენისას ბავშვს ჩადენილი დანაშაულის არ სუხსნიან და აგებინებენ. ქართველების საზოგადოებაში ადამიანი ფასდება არა სიმდიდრით, არამედ ზნეობის და წარმომავლობის მიხედვით. იმ ეპოქას ირანში, საიდანაც ქართველები ასე გამოიყურებიან, ავღანელების შემოსევებმა მოუყო ბოლო. ქართველების მმართველობა სეფიანთა დინასტიასთან ერთად დაემხო ირანში, ხოლო
შაჰ სულთან ჰუსეინს 1726 წელს ავღანელებმა თავი მოკვეთეს და ოსმალეთის სულთანს გაუგზავნეს.